მისეკისრება პასუხისმგებლობა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები არ წყდება. კითხვა ისევ პასუხგაუცემელია ორგანიზატორების მხრიდან. მმართველი გუნდი პრეზიდენტის რეზიდენციაზე განხორციელებულ შტურმზე პასუხისმგებლობას ყველა იმ პირს აკისრებს, ვინც აქციას ესწრებოდა, რადგან მათი თქმით შეკრების მიზანი თავიდანვე გაცხადებული იყო. თუმცა მათივე ინფორმაციით ვერ შემდგარი დამხობის ყველა ინიციატორი რეალურად კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს. თავად ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ არჩევნების დღეს განვითარებულ პროცესებს მალე ისტორიაში აფასებს და თავის სახელს დაარქმევს. ჩვენ ხარს უჭერთ და უჭერდით და მომავალში საუჭერთ ყველა იმ აქციას, რომელიც არის ივანიშვილის წინააღმდეგ მომართული. ჩვენ ხარს უჭერთ მაგალითად ისეთი ადამიანის აქციებსაც და დაანონსებულსაც, რომელიც გასაგები ყველასთვის და თემა საზოგადოება მიცის, რომ საერთოდ არ გახლავთ ნაციონალურობასთან არათუ დაახლოებული ამეთ პირიქით. ძირითად შემთხვევაში ვსურვებთ დაპირისპირებული გულისხმობ არც მასთან დაკავშირებით თამამთამასე არის ხომ ეს მაგალითი ძალიან კარგი რომ როდესაც მან შეეპყრობა პრეზიდენტის სასახლეს და საერთოდ უწევთ მისი გეგმების შესახებ, სადაც ასევე ჩვენ აღმოჩნდით, უბრალოდ მთლიანად ეს სიტუაცია, სადაც მუდმივად არის დაძაბულობა და კრიზისი ქვეყანაში, არის ერთი კაცის დამსახურება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ პირადი ძალაუფლების და ფულის გამო რაღაც ნაწილი საზოგადოების დაატყვევოს, გახიზნოს. შვიდობიანი დამხობა ეს იყო პროვოკაცია. ყველა ეს ადამიანი, ვინც აორგანიზებდა ამ პროვოკაციას, არის რა თქმა უნდა დამნაშავე. ყველა ეს ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა ჩვენს მოქალაქეებს, რომ არ მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე, ეს ადამიანები არიან დამნაშავეები. ამ ყველაფრის ორგანიზატორი იყო ნაციონალური და ახლა იმაში შესვლას ნამდვილად არ ვაპირებ ნაცებიდან, რომელი ღვთაუფრო დამნაშავე იყო ამ პროვოკაციის ორგანიზებაში და ამ ყველაფერში. საბოლოოდ დადგა შედეგი ის, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა ოცნების რეჟიმი და ამ ყველაფერმა კიდევ ხელი შეუწყო ჩვენს მოქალაქეებზე უფრო მეტ ძალადობას. ბრალდებულთა რაოდენობის გაზრდა არავის თვითმიზანი არ არის, თუმცა გამოძება ამ მიზანს არ ემსახურება. ჩვენთვის თავია დავადგინოთ ჭეშმარიტება და განსაზღვროთ მოქმედების მიმართულებები, სტრატეგიის მიმართულებები, რათა საქართველოს ავაცილოთ იმ უბედურებას, რასაც გვიქადიან კონკრეტული შემსრულებელი პირები, პოლიტიკური შეფასებები დღესვე შეიძლება გავაკეთოთ. ნაცმოძრაობამ ხელში აიღო სადავეები რევოლუციისა, დესტაბილიზაციისა და გარკვეული პროცესების განვითარების პასუხისგებლობაც აიღო. მთელი პასუხისგებლობა უნდა აიღოს ნაცმოძრაობამ და რასაკვირველია იმ საერთაშორისო სუბიექტებმა, კონკრეტულმა პირებმა თუ ორგანიზაციებმა, ვინც ნაცმოძრაობას დაუჭირეს ხარი ექსტრემისტული პროცესების განვითარებაში. ამ ადამიანებმა თავისი მომავალი საბრალდებო დასკვნა დაწერეს თავის ხელით. თვითონვე შექმნეს აჯანყების საბჭო, ხო ის 5 კაცი რო შევიდნენ. პირდაპირ თქვენს რომ ეს ამბოხების საბჭოა და დაასახელეს, დაანონსეს, ტელევიზიითაც გამოვიდნენ, განცხადება გააკეთეს, სურათიც კი გადაიღეს ერთად, რომ აი ჩვენ ვართ ამის ორგანიზატორები. ჩვენ პოლიტიკურ საბჭოში ნაციონალური მოძრაობის 200 კაცი არისო, მათ შორის რეგიონებიდან ჩვენი პარტიის წარმომადგენლები და ისინი ამის ორგანიზებაში 4 ესე იგი ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში ჩართულები არიანო. ხო თქვენს არის ესეც თავისუფლად შეგიძლიათ მოიძიოთ. პრესპიკერმა ევროკომისიის ხარი დაუჭირა კაცს, რომელიც აცხადებდა, რომ დამხობას აპირებდა ხელისუფლების. და უნდა ვეძებოთ კიდე, ვინ არის კიდე თანაორგანიზატორი ამ საქმის? რა თქმა უნდა, ევრობიუროკრატია პირდაპირ იყო ჩართული ამ საქმეში. ეს ქვეყნის იმითაც მოგახსენებთ, ვინ არიან ორგანიზატორები და ქვეყნის გარეთაც.